მიუსაფარი ცხოველების შესაძლო წამების ფაქტებზე გავრცელებული კადრებისა და ინფორმაციის შემდეგ უფლებადამცველები პროკურატურას განცხადებით მიმართავენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ადვოკატების შეფასებით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საფუძველს იძლევა, რომ საგამოძიებო უწყებამ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს და შესაძლო დანაშაულის გარემოებები შეისწავლოს. ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმში უკვე დიდი რაოდენობით ძაღლებს ხოცავენ. მთავრობის მიერ დაანონსებული ღონისძიებების ფარგლებში ცხოველთა დამცველის ირმა მთიულიშვილის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს გორის თავშესაფრის კრემატორიუმის საკვამურიდან ამომავალი ინტენსიური თეთრ-ნაცრისფერი გამონაბოლქვი. მთიულიშვილი კადრების ჩვენებისას აცხადებს, რომ გარშემო მძაფრი სუნია, ხოლო გამონაბოლქვი ხილული. ხალხო ღამე წვავენ ესენი რომელიც საათი. აი ეხლა წვავენ ესენი ძაღლებს ხალხო. როდესაც გამოიძახეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რატო არ მივიდნენ ადგილზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ ისულიყო. მეორე, აღნიშნულ ტერიტორიაზე არის მრავლობითი კამერა. რატომ არ არის ეს კამერები ამოღებული და რატომ არ არის გასაჯაროებული? როდესაც მოქალაქე საუბრობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიყვანეს ძაღლები და ამის შემდეგ ამოვიდა ჯოჯოხეთური კვამლი. რატომ არ არის პასუხი ამ კითხვაზე გაცემული? თუ შეიყვანეს ძაღლები, რატომ არ ვიცით სად არიან ეს ძაღლები? რატო არ არიან ის მოქალაქეები, გამოკითხულები, რომლებიც ამ ყველაფერზე საუბრობენ? ჩვენ არ გვჯერა სურსათის ეროვნული სააგენტოს უემოციო განცხადებების. ამიტომ ეს ქმედებები შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულს, ამიტომაც ისიერად უნდა დაიწყოს გამოძიება. მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება მათ დისკრედიტაციას. სურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული არასწორ ინფორმაციას თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი. მსგავსი ფაქტი არ დასტურდება, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული манипуляციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის. აღნიშნული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას, მიუღებელია ჩვენთვის. საზოგადოებას მოუწოდებთ მოაყვებით ცრუ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს თავიდან ბოლომდე ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ ორგანიზაციას და სამსახურს დაინტერესების შემთხვევაში ოფიციალური მომართვის შემთხვევაში მიიღებს ოფიციალურ დოკუმენტაციას სააგენტოსგან. სურსათის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა ასევე გორის თავშესაფარში გადაღებულ კადრებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ. განცხადება გაავრცელა ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმაც. მათი ცნობით გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიის გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. შინაურ ცხოველებზე კანონი ძალაში 2026 წლიდან შევიდა, თუმცა ჯერ კიდევ გასული წლიდან ამოქმედდა საპილოტე პროგრამა დასავლეთ საქართველოში და ამ პროგრამის ფარგლებში, როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, გაჩნდა უამრავი კითხვა იმის თაობაზე, სად ქრებიან ქუჩიდან გატაცებული ძაღლები რეალურად.